ჯეირანი თუ ჩუნგა ჩანგა. ორგაზმი და დამწვარ ხელზე დაგიფსია. ხო, ანუ რა. რეპერობა რომ გადაწყვიტო რა სახელს დაირქმევდი. ჯიმი აკადა ჯიმი. კახა. კახა გესმის. აუდე გეხვეწები მიდი მამა ნახე აბა სუნთქავს. ნუ აუდექი. მამასთან მივედი. ცხვირზე თითი დავდე და ხო, სუნთქავს. უკან დაუბრუნდი და სანამ საწოლში ჩავწვებოდი, ხმა მესმის. მა, გეხვეწები ბორჯომი მომიტანე რა. მივუტანე ბორჯომი და უკან გავუბრუნდი. აუ გეხვეწები მწნილიც მომიტანე რა პამიდრის, აი ღრმათებში ჩადე რა გეხვეწები. ხო, თოვლის პურიც არ დაგავიწყდეს. ნუ ესეც მივუტანე. მე საწოლში ჩავწექი და აი დაძინებას რომ ვაპირებდი ისევ ხმა მესმის. კახა მამა. ავდექი. ვფიქრობ აი ეხლა რა უნდა მეთქი. მივედი და მამა ჩემი იწყებს. იცი პატარა რომ იყავი. თრალი კაცი, კაი კაცი. გიგი გამარჯობა როგორ ხარ? კარგად, შენ? მეც კარგად, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, ძალიან გვიხარია. მადლობა, მეც ძალიან მიხარია. ქალაქის თეატრში ვართ. ჩვენთვის არ არის ეს თეატრი უცხო და არა. ძალიან დიდი მადლობა ამ ბიჭებს ამ სივრცის დათმობისთვის. თრალი კაცი, კაი კაცი. კი. არა ხან არა. ძირითადად არა რა. სიმთვრალეს გააჩნია. ხო. მე მქონდა ადრე ძალიან ცუდი სიმთვრალე რა. არა, უყოთ როგორ იცი? 10-დან 1 მქონდა ხოლმე საშინელი. რაღაცა მევალდებოდა რომ აი ის ცუდად მიყურებს და ამან ესეთ ხოლმე. მე ბევრჯერ მithქვამს გადაცემაში, ისევ გამეორდები უბრალოდ რადგან ამაზე ჩამოვიდა. მე ყველა სასმე რაც უნდა დავნიო, ძალიან კაი ტიპი ვარ. გენაცვალე გეხუთ. ხო. ერთადერთი რაც მაგიებს არის ჭაჭა. ჭაჭა ღვინო მაგიჟებს. მე ღვინო არ მაგი, აი ჭაჭა მაგიჟებს. მე მიყვარს ჭაჭა, მაგრამ ნუ აღავსო. ერთხელ მოგვივიდა ჩემი ვაკაცის მამა დაწურა ღვინო რა. ხო და იმერელი კაცი არის ეს რა და ხო იბერეჭ ხო იცი რა რაღაც და ეს თვითონ თქვა რომ აი მართლაო შვილებო არაფერი არ დამატებია სუფთავო რაღაცა და რაღაც ახლო ჩვენო რა ბიჭმა დავლიეთ და ყველა ვინც მივიდა სახლში ყველა თავისოლს ეჭხუბა რა მათ შორის მეც რა ვიცი დაჰკარი დაფტაფებს ისი რა ჯობია ჯობია რომ დაკრა დაფტაფებს ვიდრე არ დაკრა რა ყოველთვის აი ყოველთვის ჯობია ხოლმე იცი რა შეიძლება სხვა თემაა მაგრამ მე მახსოვს თქვენ რო შეიქმნით გზავრები ხო სულ მახსოვს რომ ძალიან ბევრი ტიპი და ბევრი ჯგუფი შეიქმნა და მაშინ და სულ ამბობდნენ თქვენ იყავით პირველები და სულ ამბობდნენ რომ გზავრებს გავს და ეს გზავრები უცბად გაიჩნდა რაღაცა თითქოს პაპსა ხო მაგრამ მე ყველა გაჩერდა თქვენ გააგრძელეთ სტილი თითქოს იგივე შეინარჩუნეთ, მაგრამ განვითარდით და აი ძალიან დიდ პატივს გცემთ. მადლობა. ძალიან გამახარდა. მადლობა. ტანო, განანო თუ გარგო? მარგო რა. კი. აუ ძალიან ისე. მადლობა. მეც მარგო. მადლობა. ეგ რა ყოფილიყო ინგლისური სიმღერა. მასთან? ხო. ეგეთი ის გვაქვს, რომ 2008 წელს გამიჩნდა ეგეთი 9-ში აღარ მახსოვს მნიშვნელობა აქვს. რომ აი ერთი ინგლისური ოღონდ ინგლისური ვიცი ძალიან ცუდად რა. აი საშინელი ინგლისურისტი ვარ ხო და აი ეს გქონდა რომ ინგლისურად და ყოველ ალბომში გვინდოდა რომ რაღაც ერთი ინგლისური არ გამოგვივიდა და ტანოს უნდა ყოფილიყო ინგლისური და ბოლოს მივხვდით რომ უნდა ყოფილიყო არა რაც არის ძალიან კაი. ჯიგარი ხა. რის რიგში არ ჩადგებოდი? თბილი წყლის. თბილი წყლის რიგში ხო. რძის. არ გიყვარს რძე? არა, ვერ ვიტა. არასდროს არ მიყვარდა და ვერ ხვდები ადამიანებს, როგორ შეიძლება გიყვარდეს რძე. გეთახმები. ხო, აი. მე მიყვარს. არა. გეოსებოთ. კარგია. ბერავს ხალხო, ძალიან ბერავს. მე საერთოდ დედის რძეც. დედის რძეც არ გაგისინჯავს, ხო? მაწნით გაიცა. კარგია. არა, მე ხო რძეც მიყვარს და ყველანაირი რძის პროდუქტი მიყვარს, ძალიან მიყვარს.
მეტყავს. და შენ არ გაიზრდები და არ დაბრძენდები. არა. ეგ ვანა, მეც მინდა ეგრე. და სულ მაგას ვარ. ირა, ან თავიდანვე ბრძენი ხარ? ან და თან სიბზნე ხომ ამით არ არსებობს რა. ხო. ანუ ყველაფერი სიბზნე. სიბზნე არის ძალიან სუბიექტური ამბავი. ხო, თან სიბზნე შეიძლება იყოს ერთმანეთისგან გამომრიცხავი ვიღაცისთვის, ეს არის სიბზნე, ვიღაცისთვის ვაფშე არ არსებობს სიბზნე. არც ბრძენი ადამიანები არ არსებობენ, მე ესე მგონია. არსებობენ ადამიანები, რა ვიცი. ხო, ჭკვიანები. ხო რა, შეიძლება ბრძენი რა. ხო, ვისგანაც ხო, მართალია. რემბო თუ ტერმინატორი? წყალშორის მე უფრო რემბოსტი ვიყავ, რემბოისტი. რემბო მაგარია. ერთი კაცი რო ყველას ხოცას. პირველი რემბო სხვათა შორის, სულ ორი კაცი მოკლა იმ საწყალ, მეტი კი არ მოუკლავს. მე და მე. ეს იყო რა, ის სინდრომი, რომ ეს ვიეტნამში რო იბრძოდნენ და რო ჩამოვიდნენ და ეს სინდრომი ხო, ეგრეც ერქვა ხო ვიეტნამის სინდრომი, რომ აქ ტიპები 10 წელი რაღაცა ეუნებოდნენ, რომ სამშობლოსთვის იბრძვიო და მე ჩამოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ ხო და მაგარია რემბო. ტერმინატორის კაია კემერონის ხათრით. ხო, კი. კაიაკია ჩვენი სპონსორი, ვიცი რომ ვერ სვავ, მაგრამ მოუწრუპა. რა უნდა მოვიდე, წამლებს სვავ, მაგრამ ტერაფლუ. არა, ანტიბიოტიკებს არა. რა წენა დავლე ტერაფლუ, იმიტომ რომ ოფლიანი. თუ არ გინდა, ნუ დავლე. რატო არ მინდა კაცო? თუ გინდა და ანუ ანტიბიოტიკი თავი არ ქონდეს. აუ რა კაია ღმერთო. ცივია, ცივი. საით მიემგზავრები? საით მიემგზავრები და ალბათ სულ ბავშვობაში რა. სულ რაღაცნაირად ბავშვობაში. არის იმინდა ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორც ვიყავი ბავშვობაში და ალბათ ეგ არის თუ რაღაცას ვაკეთებ სულ მინდა რომ ის ბედნიერება დავიბრუნო რაც მქონდა ბავშვობაში. ამიტომ ალბათ ის გზა რასაც მე გავდივარ ჩემი ოჯახი და მე პირადად მინდა რომ აი იმას მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვა ეგ ამბავი. უბრალოდ იმიტომ რომ ის ხალხი აღარ არსებობს. და ამიტომაც არ გინდა გაზრდა და დაბრძენა. არ მინდა. უდიალენს უწერია ძალიან მაგარი რაღაცა რა. რომ პერო უკუღმარო ხდებოდეს ყველა გეცოდინებათ. კი. ხო იცი უკუღმარო ხდებოდესო რა. მაგრამ რამდენად კარგი იქნებოდა ეს? მაგარი იქნებოდა ბიჭო. არ ვიცი. აი მოხუცი იბადები გივლიან. მე ნელა. იგივე ეტაპს გადიხარ პრინციპში. ხო მე ახალგაზრდები, მე ბავშვები და ბოლოს თავდები ორგაზმი ხარ რა. ანუ ორგაზმი არის შენი ბოლო. სამაგარი. ალა. კრემი. ალბათ რა ორგაზმი ალბათ кайფიც იქნება რა. ეგ არის ხო. ბენჯამინ ბატონი ხო ეგ. ხო. შენი ბავშვობა საბურავის ნამწოვებში ჩაიკარგა? კი. საბურავის ნამწოვში. ისე გიყვარდა ის ჭიაკოკონომას გადახტო. მე ხტებოდი ხო. ამ ბავშვებმა ეხლა თანამედროვე ბავშვებმა არიციან. მაგრამ ჭიაკოკონობა ძალიან გიждდებოდი ისე მიყვარდა. მეც აბზოლუტური. ხო ეხლა სწორიც არის პრინციპში რა. რამდენჯერ რაღაცა ხესწაკიდებია მე ის. რა თქმა უნდა. ა სწორი არის. მე მაინტერესებს, ადრე ბიჭო ამდენი საბურავები, ეხლა სად არის საბურავები? ეხაც არის ალბათ უბრალოდ არ ვეძებთ რა. მართალია. ხო, მაშინ ვეძებდით. კაი, აკუმულატორები რო იყო, აკუმულატორები და მაგის პლატი. რატო აღარ არის ახლა? აი მითხარი გმოვას გაფიცე. სპილენს აღარ ვაბარებ. მაგაშია საქმე. რა შვებით? აღარ ვაბარებ სპილენს. სპილენს ხო, ვიღაცებს შეიძლება აბარები. ანუ ჩვენ იმისთვის ვაბარებ და ლიმონადი და შოკოლადი. ხო, ბოთლებსაც ხო ვაბარებ, მე ჩავიბარები. ბოთლებს ვაგროვებ და ვაბარები და. ერთხელ ჩვენთან ბავშვობაში ვიღაცამ ერთ-ერთმა ცოტა უფროსმა ბავშვმა თქვა, რომ აქო მართლა რაღაც გადისო სპილენზიაო და იმდენი ვთხარი. რამდენი ვთხარი იცი? აუღედა სპილენზია მოვიღეთ. მოგცეს 3 თეთრი თუ რაღაც, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიყავით. ანუ თითოეულ თეთრს ქონდა მაშინ მნიშვნელობა, მართლა. შენი შრომით. 90-იანელებს მთვარე, იმიტომ გვიყვარს რომ მხოლოდ ეგანათებდა ღამე. მეგონი კი. მე დავაგვრე, თან ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს გითხე რა და მთვარე უყვარს ძალიან, მეც ხოთაშვილს და. მე მგონი ეგ არის, რომ ღამე ეგანათებდა რა, მე არის. არა, კი. ბავშვობაში კვირაში რამდენჯერ იბანდი? ერთხელ. კვირა დღეს.
სხვათა შორის ერთხელ ბანდნენ ხოლმე. ო მე კვირა. ისიც არ მიყვარდა სკოლაში უნდა წავსულიყო. ვერ ვიტანდი ტაშში ჩადექი და კიპიტელნიკი. ხელით რომ მოწევდა. ხელი არ არის ცხე, როგორ არ არის? მე უკვე აი შედარებით რომ წამოვიდა ცხოვრება უკვე 2000-იანებში უკვე ის იყო ატმოსფერო. მარტო ვერ ვერიბანდი რა, მარტო ვიღაცას უნდა დაესხა. ყველავან ასაკს არ ქო, ვიღაცას უნდა დაესხა. და ფეხებს ღამე ბოთლით ითმობდი თუ გრელკით? გრელკა მე მგონი იყო კი. კი. გრელკით. აუ ფეხებზე ის იყო სიცხერე მქონდა ხოლმე ძმრიანი ნასკები. ფეხებზე გამახსენდა ძმრიანი ნასკები მაგარი გაგება იყო. კი. და 90-იანები უფრო ბნელი იყო თუ უფრო ტკბილი? ტკბილი რა. მე მაგრად ტკბილად მახსენდება ალბათ იმიტომ რომ პატარა. ხო, ობიექტურად თუ შევხედავთ, ხო ბნელი იყო, მაგრამ მე მეორეა რომ რაღაცა ბავშვობაა რა. ბავშვობა ყოველთვის ტკბილია, როგორი ბნელიც არ უნდა იყოს. მაგრამ თან მე მაგარი მადლიერი ვარ ჩემ მშობლების და ოჯახის, რომ დაწუნებული ვარ შენც, რომ მიუხედავად ამ სიმნელისა და ამისა, მოგცეს ბავშვობა და მართლა ბავშვობა გქონდა რა. კი. აი მე მახსოვს, მართლა მახსოვს, მამა ჩემი დადიოდა გაცრეცილი ფეხსაცმლით და მე სკოლაში ვინმეზე ნაკლებად არ მეცო, ყოველთვის მეცო. არ მშიოდა, ხვდები? გასაგებია რომ ეხლა რაღაცა ისეც ვერ ვჭამდი, მაგრამ დემშია და საჭმელი არ გვაქვს, ეგ ძალიან იშვიათობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირდა და საშინელება იყო, მაგრამ აი ეს ბავშვობა ხო ჩვენო მშობლებმა არ ვიცი გმირები არიან, არ წაგვართვეს. და მე სულ ფიქრობ, მე შევძლებ ამას თქვა ჩემი შვილისთვის იგივე სიტუაციაში, ძალიან ჩავარდები თუ არა აპათიაში რა. ძალიან რთული ამბავია, იმიტომ რომ შეიძლება დეპრესიაში ჩავარდე, ბრძოლა კი არ დავიწყო, მაგრამ მაშინ ალბათ ბრძოლას იწყებ, რა თქმა უნდა რჩენა. კი. ელემენტი კბილით დაგიღეჭავს? აუცილებლად. ხო, აბა სად იყო ამდენი ელემენტი? ელემენტი კბილით უნდა დაგიღეჭა და მუშაობდა რა, აშკარად. კი, აშკარად მუშაობდა მე რამდენი. მე ჩემს შვილსაც ვასწავლე. პულტში ძირითადად აი და პირველად როგორ შოკი ქონდა 10 წლის არჩევში. რა? დაგეჭე ღამის 2 საათია სად ვიყიდე. და მუშაობს, ბიჭო, მუშაობს. ასლა მუშაობს, გეუბნები რა. სცენაზე გიტარა იმიტომ გიჭირავს, რომ ხელები არ იცი საწაიღო. ზუსტად. ბიჭო, შეძვებას მიცავა ზუსტად. ბევრი მუსიკოსი ამბობს მაგას. ყველაზე ცუდია. მეც მქონდა ბენდი რა. მართლა? ხო, და ანუ გიტარისტი არ ვარ რა, პროსტა რამდენიმე აკორდი ვიცა. ეგრე ვარ მე. არა, იმიტომ მეცინე რომ ეს რა მეკეთები არ ვიცოდი რა. აი მეც რამდენიმე სიმღერა არის რომ გიტარაზე არ უკრავ და მეთქი ხა გავიწყინო და აი ხო ანუ რა ისეთ ჯეირანი თუ ჩუნგაჩანგა? ჯეირანი. მოდი. ჯეირანი. ჩემიკაი. ჩემიკაი. ბიჭო ჩვენ დროს 3 იყო. ქაღალდი, არა, ხო, ქაღალდი. კი. მაგათები და ხო. ჩემო შვილმა მე-4 დაამა და ჭაოდა, რა თქი, რა ჭააშვილო. კი, რაღაცები იყო. ეხლა ვახი ის დაამაძა, ეს ღმერთიო. და ყველას იგებს რა აზრია. რა? ცეცხლი აქვს და რაღაცები. ხო, პროსტა ზოგი ჯეირანს ამბობდა, ზოგი ჩუნგაჩანგას, მე ჯეირანი ვიცი. მე ჯეირანი ვიცოდი, კი. მე ჯეირანი. ომობანას თამაშის დროს როგორ ვუმტკიცებდით მოწინააღმდეგეს რომ მოხვდა? კამათით. ჩაგრავდი. მოხვდა, არ მოხვდა. ის ეგ საოცარი თამაში იყო. ომობანა მაგარი იყო. და ისე ამხელა დრამა მაგთან. შარლის შიგნით რეიტუზი გეცვა თუ სპორტული შარვარი? რეიტუზი. რეიტუზი აუცილებლად. და დამწვარ ხელზე დაგიფსია? კი. იქ ხო მაგარია. დაიწვა. კი, იყო ეგაგება რა. ხალხას დავიწვით მე და ბაბუა ჩემი მასე ინებდა და მე უცებ იქ არაფერი არ იყო იგივ და რა ვქნა, აიფსიო შვილო და პატარა ვიყავი და მე დავიფსი ხელზე აი აქ. მე მგონი შვილოდა ეგა. რა, რაღაცა იქნება მაგაში და ბაზი არ იყო და ვიფსო. თუთუნი იყო კიდე ფეხი თუ გაგეჭრებოდა, ხელი თუ გაგეჭრებოდა, რაღაცა თუთუნს იმაშობოდა, ხო, თუთუნი. ნუ ეგ ცნობილი ამბავია, ეგ თუთუნის შვილის მაგ. აი დაბსმა არ ვიცი.
არ ვიცი, რატომ ბაბს მევინებდნენ, არ ვიცი. ეგ არ ვიცი რა. ყავმა ყავს რომ უთხრა საშავი ხარო, უხერხულია თუ ფაქტი? მამედ უხერხულია რა. მამედ მე მგონი უხერხული ფაქტია. ხაზარია. უხერხული ფაქტია. მსახიობი გიგი როლს ეძებს თუ სათქმელს? მსახიობი გიგი არის ბედნიერი თუ მიცემენ როლს. ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი. მე ძალიან მიხარია, ხო. მე მგონი სტუდენტობის მერე აღარ გითამაშია, ხო? ანა. ძალიან მიხარია. დენ დური შავ მერი შავ მექსიკო ჯიმი აკადა ჯიმი ჯიმი ექსურა რომ გავაძრე აი მეთქი ეს კაც უნდა მოვიყვანო ეგეც ეგ არის ბავშვობაში რაც ყველაფერი ეგენია რა ყველაფერი რა ხო და ეგ მაინტერესებდა ანუ ბავშვობა მოგენა და თუ უბრალოდ ტექსტი დაგატვდა ერთის და მეორეს აი ბავშვობას უმენატრება ხო მაგრამ იცი რა შენ რაღაცნაირად ეხა სხვა გადაცემებსაც რომ ნახულობ შენსაც ან თუნდაც სცენაზე რომ ნახულობ აი ეს ბავშვური სინაღეს უგაკ მე მგონი იმიტომ უყარხარ ყველას მაყურებელს მსმენელს ხო ეგ ძალიან იშვიათია ხოლმე ამ არტისტებში ძალიან იშვიათია რა მადლობა პირველი სიმღერა რომ დაწერე ეს სიმღერა ამ სიმღერით ამაყობ თუ წვენია ეს სუსუ პირველი სიმღერა რომ დავწერე ვამაყობ იმიტომ რომ მაგისგან წამოვიდა ყველაფერი. გეგის ლექსი ქვია სიმღერას. გეგი ვასაძეს ლექსი დაიწერა ჩემი მეგობრის და დღეს არის მაგის დაბადების დღე საერთოდ შორის და აი ეს ვისკი რომ მოვიტანია სადო ჩემი ვისკი. ჩემი რა გეგის ვისკი. ის უნდა მივუტანო 20 ხანში. მიულოცოთ. გეგი გილოცო. არ ვიცი როდის დაიდება ეს, მაგრამ დღეს უიწერება შენი დაბადების. რეპერობა რომ გადაწყვიტო რა სახელს დაირქმევდი? რეპერობა მინდოდა რეპერობა ძალიან. 90-იანის უნდა 18 წელს ვიყავი, მაშინ ქონდა პაროდით ხოლმე სხვადასხვა რეპერებს, ფონოგრამებს და ვღეროდით ხოლმე. ჯერთა ჯგუფებს ვაწევოდი და რა, არ ვიცი რა დავიქმნები. Big D. Big D. კაია. და რომელი ინსტრუმენტი იქნებოდი გიტარის გარდა? ჩელო. ჩელო სასწაული ინსტრუმენტია, ძალიან მაგარი ინსტრუმენტია. ქალი რო უკრავს განსაკუთრებით მაგრად ის არის რა. ჩელო და მე მევასება საქსაფონი. გიყვარს ხო? მეც მიყვარს. просто მე უფრო დიდი ბას საქსაფონები მიყვარს რა. აი Pink Floyd-ს რო აქ. ხო, ძალიან სწორად. დაგიწერია სიმღერა, რომელსაც მარტო შენთვის მღერი? ჩემთვის არ მღერი ხოლმე, მაგრამ დამიწერა სიმღერა, რომელსაც არ ვღერი კი. პანჩოს გავდა ძალიან ერთ-ერთი სიმღერა დავწერე და პანჩო. ისე ეგ არის ხოლმე ის რომ აი ვიღაცას გავს და რა თქმა უნდა, მაგრამ სულ ეგ არის რომ რაღაცა მე იმას და მე ეს გეტყვის ის იმას გავს, ასამას გავს და გამოუშვა. მე მაგინო დავშალებენ რაღაცებს, ეს იმას გავს, მე კომპლექსები სხვა ვერ დაიკიდო რა. ხო და ვერ დავიკიდე მაშინ ის პერიოდი იყო რომ ვერ ვიკიდებდი და ეხა დავიკიდებდი რა. ხო იასა. გიგი დედალამაზიშვილს გუგლავ ხოლმე? არა. არასდროს? არა. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი თავის თავს გუგლავს. ოღონდ მართლა? ოღონდ არავინ არ არის. აზრი? არ ვიცი, ნუ გუგლავ. იქნებ რამე მოაჩინა გუგლმა ჩემზე. თუ არაფერი შექმენი. არის სიმღერა, რომელიც მოგწონს, მაგრამ თქმა ხრცხვენია. სიმღერა? შენი არ ამ ზოგადად რაღაცა ისეთი. აი ხო არის ანტიპები, რომელიც ფანოხს უსმენენ ჩუმად, მაგრამ არა, მე ვაფშე ყველა მაგრამ კიდია ვაფშე აი ეს გაგება, კაი მუსიკა, ცუდი მუსიკა რა. მე რაც მევასება ის არის მევასება რა. ადრე იყო რომ თქვა უსმენდი. ხო რაღაცა ცნობური მიდგომაა რომ აი რაღაცა ის და ეს და მაგრამ კიდე. ეხლა რა ვკითხო, რა სტილს უსმენო? ჟანრს არ ვიცი. ყველაფერს უსმენ. მომეწონება. კი. ვაფშე კაი მუსიკა არ არსებობს. არსებობს მუსიკა. ჩემი აზრით რა. ხო, კარგი მუსიკა ძალიან სუბიექტური. ანუ ძალიან სუბიექტური თემაა რა. ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაც ის მოწონს რა. რაც მოგინდება მოусმენ. ხო რა ეხლა. სცენაზე რო არ აღმოჩენილიყავი, სად იქნებოდი? ალბათ ბანკში. როგორც 90%? კი, ვიწყებდი მუშაობას და მე ალბათ ხო ბანკს გავყვებოდი ბოლომდე რა. მეგობრობა გზად თუ ხიდად? ხიდად.
კაცზე რომ მიტყვიან არც იქით არის და არც აქეთო სად არის? ტრაქში. ტრაქში. არც იქით. ცოდვაა კაცი. ცოდვა. წამი დაგიგრძელებია. ცდელობა ქონდა. ცდელობა მქონი. როგორ უნდა თქვა, ძმობას გაფიცებ. შევმცდარო არა. მიცდია. ხო, მიცდია. სიზმარში თუ დაფრინავ მართლა იზრდები? ალბათ ხშირად დაფრინავდი ალბათ. დაფრინავდი. ფრთხილად ნათქვამი სიტყვა უფრო ძლიერია თუ ხმამაღლა ნათქვამი ტყუილი? მე ხმამაღლა ნათქვამი ტყუილი მაგარია. ტყუილები ძალიან მიყვარს. ხო? კი. უფრო ძლიერია ეგ? ძლიერი არა, ალბათ ძლიერი არ არის ტყუილი, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში არის შემთხვევები, როცა ტყუილს უფრო არ მომავალ ხა ისე რომ თქვა, ტყუილს უფრო მეტი კარგი რაღაც გაკეთება შეუძლია, ვიდრე ხშირ შემთხვევაში არ ვიცი. არის სიტუაციები, როცა ჯობს რომ ან არაფერი არ თქვა, ან რაღაცა მოიტყუ, ან მოატყუ რაღაცა, ვიდრე კეთილი ტყუილი. ხო, კეთილი ტყუილი მაგარია. კეთილი ტყუილი და თეთრი შური. თეთრი შური. შურს, თეთრი შური. ანუ ის ბოროტი არ გამოჩნდა, გაიგე? აა, ვირამ შურს რა. თეთრი შური. დროს გაჩერება შეუძლია? არა. ჩვენ პლანეტაზე არა და სხვაგან ალბათ კი. მარსზე რო გადავართ, მე ვნახო. გამომწერის კითხვები. გამოვშვი. ჩვენი გამომწერები წერენ ხოლმე კითხვებს, ძალიან საინტერესოს და ხო და გამოგვიწერეთ, რაც უფრო მეტი გამოგვიწერთ, ალბათ უფრო მეტ კითხვას დასვათ, საინტერესოს და ჩვენც შევეცდებით ყველა კითხვა დავსვათ ჩვენს გადაცემაში. ძალიან ცოტა გვაკლია. არ ვიცი, ეს გადაცემა ცოტა გვიან დაიდება ხა. ალბათ აგვისტოში და არ ვიცით ვარ თუ არა უკვე 110,000-ზე, მაგრამ ძალიან ცოტა გვაკლია და ჩვენი პირობა ძალაშია 10,000-ზე რომ ავართ. ჩვენი ერთ-ერთი გამომწერი იქნება ჩვენი სტუმარი და რამდენიმე გამომწერზე უკვე მაგეჭვი ვინ შეიძლება იყოს ჩვენი სტუმარი. გავაგზავნოთ. რა შვები ისე როგორ ხარ? არა მიშა. რა ვქნა? ძალიან მიყვარს გურულები ამბობენ ხოლმე. რა ვქნა? გიჟდები. გურიაში ხშირად ვარ ხოლმე და გიჟდები მაგ ხალხს. ესეთი კითხვაა. რატომ ჰქვია გრძელი სიტყვის შიშს ამხელა სახელი? ჰიპოპოტომონსტროსესკი ჰელადიოფობი. ეს ხო არ ვიცოდი. ეს ხო მომწერეს და მე დავგუგლე და მართლა გრძელი სიტყვის შიშს ჰქვია ჰიპოპოტომონსტროსესკი. რანაირად შენი დედავატირე ვიცეს და თუ კონკიას ფეხსაცმელი ზუსტად ერგებოდა გაქცევის დროს როგორ გაძვრა? ბიჭო აზარია როგორ გაძვრა? რაღაცას გვატყუებენ. რაღაცას გვატყუებენ. ჯათლაღები. ნახე უფრო მაგარი კითხვა მაქვს. თუ ტარაკანას შეუძლია ბირთვულ ომს გადაურჩეს, მაშინ რა ჯანდაბასხია წერების საწინააღმდეგო სტრეიქში? ერთადერთი ტარაკანა გადარჩა. რას? ქალის ადგილი თუ სამზარეულოშია, შემზარეულობის უმეტესობა კაცი რა? რატო? რატოა ისე? არ ვიცი. ქალი რა? ისე კაცები ძალიან გემრიელ საჭმელს ამზადებენ. მე მოცნება მქონდა რომ ყოველთვის რომ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ნუ არ ძალიან უნიჭო ვარ რა. არა, მეც უნიჭო ვარ, მაგრამ ცდილობები მქონდა. ნუ ყველს ვწვავ. ხო, მეც ეგრე შევიდოდი და ახლა სოსისთან ერთად უგემრიელეს და ხახს ვაჭრი ხოლმე. მაგარი. და ყავას ჩემით ვიდუღებ. იმას ვაკეთებ ძალიან მაგრად, ბიჭო. ოჯახურს, კარტოფილი და ხორციდან, მაგარი. ძალიან მაგრად ვაკეთებ. თუ ძილი ტვინისთვის კარგია სკოლაში რატომ იგრძელებ? იაპონიაში არ იგრძელება სხვათა შორის. მართლა? კი, შეუულიათ ბავშვებს ეძინოს. მე როგორც ეგრე ვიცი რა. შემოიტა, მაგრამ სულ დაეძინება თამარ.
მე მგონი რომ მასწავლებელი უნდა იყოს საინტერესო და არ დაეძინება. კი. მე ესე მგონი. კი, ეგრეა. თუ დავასერიოზულებთ ახლა. პომიდორი თუ ხილია, ესე იგი კეჩუპი ჯემია? კი. ჩემთვის კეჩუპი ძალიან უყვარს. ესე იგი რომ მეუბნები ხოლმე ჯემი ჭამეთქო? ჯემი, ჭამს. მუშაობის დასაწყება თუ სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ. ეს გამოცდილება როგორ უნდა მიიღო? არ ვიცი. არ ვიცი. ეს კითხვა მე მგონი ბევრს აძუხებს. საშინელება არის. ამ კითხვაზე მე პასუხი მართლა არ მაქვს. ალბათ არ ვიცი. სტუდენტობის დროს ვიღაცას უნდა თხოვო, რომ უფასოდ იმუშაო. იმუშაო, ხო. საგზა არის. მე თუ დროს მოკრავ უკტავი გავხდები? კი. კი. და შენ ხო არ იცი როგორ მოკლა დრო? ვიცი. სადაც ნახავ? კამაზის კამერით მდინარეს დაყოლენ ხარ? არა, მაგრამ ბევრჯერ მინახავს. გინახ. კი. კარგი. მაგარი. იცი რა არის? ხო, სანამ ბოლო კითხვას დავსვა. ერთი რამეა რა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ 90 ახლა შენც 90-იანებში დაიბადე და იქ გავიზარდე. 80-იანებში მე. ხო, რომელ წლიანი ხარ? 86-იანი. 86-იანი. შენ? მე 89-იანი. 89-იანი. ხო, 90-იანები რაღაც ჩვენი ბავშვობა. კი. არაფერი არ გვენატრება იქიდან რა, არც სპლიტა, არც კიპიწელნიკი, არც ნავთი. ერთადერთი თუ რაღაცა გადაგვივა ხოლმე ეს გადაცემა იმაში რომ რაღაცა ნოსტალგიურად და კარგად ვიხსენებთ. ერთადერთი რაც გვენატრება მე მგონი უბრალოდ ბავშვობაა რა. ბავშვობა ურთიერთობები ალბათ, ურთიერთობები მენატრება. რაღაცა სხვანაირი იყო. და ის ხალხი ვინც მაშინ ცხოვრობდა და დღეს აღარ არის. კი, ზუსტად, ხო. ამიტომ, რა ვიცი. ბოლო კითხვა. სიმართლე თუ მოქმედება? ანუ თუ სიმართლეს აირჩევ, უნდა მკითხო რამე ერთი, რაზეც შევეცდები მე რომ მოქმედება. კარგი, მითხარი რამე და შევეცდები რომ გავაკეთო. არაფერი. შენ მითხარი თუ გინდა მე გავაკეთე. არა, შენ მითხარი თუ გინდა მე გავაკეთე. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი სტუმარი. ძალიან გულშემატკივრობ. კაიხარ, მადლობა. და არ ვიცი, ესე გააგრძელეთ. ძალიან დიდი მადლობა. სუპერ ხალხი ხართ. დიდი მადლობა. და მართლა აი პირველი ნაბიჯებიდან არ ვიცი, მე არა, მე მგონი მთელი ქვეყანა რაღაცა თქვენს თითოეულ ნაბის, თითოეულ წინსვლას აკვირდებოდა და ძალიან მიამაყება, რაც დასაწყისში ვახსენე რომ ყველა გაჩერდა, ეს გზავრებსგან, ყველა რაღაცა რაირად კომპლექსი აიკიდა. მე იმას არ მომობ, რომ ისინი უფრო ცუდები იყვნენ. არა, რა თქმა უნდა. და საბოლოო ჯამში თქვენ დარჩით, რომლებიც არ ვიცი, შეიცვალეთ სტილი, თან არ შეიცვალეთ და სუპერ ხალხი. ძალიან გამახარეთ. უღრმესი მადლობა. გენაცვლება.